საღამოშვიდობისა მაესტროს ეთერშია თოქ-შოუ პრესპრესი, ანუ გადაცემა მათთვის, ვისაც აინტერესებს პატარა ქართული შოუ-ბიზნესის პატარ-პატარა ამბები. ჩვენთან ტრადიციულად მუსიკოსები არ მღერიან და უკრავენ, არამედ საუბრობენ. დღეს ჟურნალისტების ცნობის მოყვარე კითხვებს უპასუხებს არა ერთი, არამედ 4 ადამიანი. დღეს პრესპრესის სტუმართათვის განკუთვნილი ადგილი უპყრია 4 ადამიანს, ეს გახლავთ ჯგუფი ვინდი, მოდი წარმოგიდგენთ მათ, ეს გახლავთ გია მესხი, გიგა აგლაძე, აჩი ფურცელაძე და გიორგი სურგულაძე. დღეს ჯგუფი არასრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 4 ადამიანიც მშვენივრად გაუკლავდება ჟურნალისტების ცნობის მოყვარეობას და გეტყვით, რომ ისინი თქვენს მოპირდაპირ მხარეს ხედავენ და მათაც ტრადიციულად მივესალმები, გამარჯობათ ქართველო ჟურნალისტებო. სანამ მარცხენა და მარჯვენა ფლანგი ერთმანეთში საამურ გურგულს გააბამდეს, მოდით ყველამ თქვენს, ჩვენს და თავისთავად ცხადია ჯგუფმაც გაიხსენოს, ვისთან გვაქვს საქმე, ანუ ვინ არის და რა არის ჯგუფი ვინდი, ანუ მინი დოსიე. გიგა აგლაძე, ჯგუფ ვინდის შემქმნელი და ხელმძღვანელი. 5 წლის ასაკიდან უკრავს გიტარაზე. ასევე მუსიკალური განათლება მიღებული აქვს ფორტეპიანოს განხრით. პირველი ჯგუფი შექმნა მერვე კლასში. 1990 წელს აბარებს სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების და კრედიტების ფაკულტეტზე. ამავე პერიოდში აფუძნებს სარეკლამო კომპანიას სახელად ვაკო. პარალელურად მღერის და უკრავს იქ, სადაც ხელი მიუწვდება. 1998 წლიდან ქმნის ჯგუფს, რომელსაც ერქმევა ვინდი. 1999 წელს გიტარის ფესტივალზე იღებს ლაურეატის წოდებას. გატაცებულია ფოტოხელოვნებით. გიორგი სურგულაძე ჯგუფში უკრავს ბას-გიტარაზე. ასევე იცის ვიოლინოსთან და კონტრაბასთან ურთიერთობაც. მიღებული აქვს განათლება ქიმიის განხრით. 1996 წელს აყალიბებს ჯგუფს სახელწოდებით სამზარეულო. 4 წლიანი პაუზის შემდეგ ხდება გიგა აგლაძე და ხდება ჯგუფის წევრი. გია მესხი ჯგუფში უკრავს გიტარაზე. მუსიკალური განათლება მიღებული აქვს ფორტეპიანოს განხრით. პროფესიით არის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტი. 1999 წლიდან უკრავდა ჯგუფში ინფრა. 2001 წლიდან არის ჯგუფ ვინდის წევრი. აჩი ფურცელაძე ჯგუფში აბარია საქსაფონი და კლავიშებიანი ინსტრუმენტი, არის ვოკალისტიც. ბავშვობაში სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას. მუსიკოსის და დიჯეის კარიერის პარალელურად აქვს ჟურნალისტის განათლებაც. 1997 წლიდან უკრავდა გიგა მიქაბერიძის ჯგუფში, ასევე ჯგუფებში მთვარის კლუბი და 33A. 1998 წლიდან უკვე ჯგუფ ვინდის წევრია. თავად ჯგუფმა 1998 წლიდან 4-ჯერ შეიცვალა შემადგენლობა. მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალში. მოპოვებული აქვს წლის სიმღერის და წლის ჯგუფისთვის განკუთვნილი ჯილდოები. ჯერჯერობით გააჩნიათ 3 მუსიკალური კლიპი, ჩაწერილი აქვს 1 ალბომი და ამჟამად მუშაობენ ახალ ალბომზე. რა თქმა უნდა, ეს იყო მოკლე და ასე ვთქვათ, არასრული ბიოგრაფია ამ ჯგუფისა. სრულად და ამომწურავად, მათზე რა თქმა უნდა, ამ 1 საათის განმავლობაში ალბათ მოვახერხებთ, რომ ვისაუბროთ, მე ამის იმედი მაქვს და დროს აღარ დავკარგავ და გამოვაცხადებ, რომ ბრძოლას 6-4-ის წინააღმდეგ გნებავთ ბრძოლას, გნებავთ საუბარს, დაწყებულად ვაცხადებ, თუნდაც ასე ვთქვათ, 4-6-ის წინააღმდეგ იყოს ეს საუბარი. პირველი შეკითხვა. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით, თამუნა გულმართელი, ტელეკომპანია აიეტი, ჟურნალი ფაძიეზი. მე მაქვს პირველი შეკითხვა ჯგუფის ყველა წევრთან. თქვენ აკეთებთ ცოცხალ მუსიკას. რაც მე ვფიქრობ, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა საერთო ფონზე. რომელ თქვენგანს აქვს პროფესიონალური მუსიკალური განათლება? საიდან დავიწყოთ? სიმაღლის მიხედვით დავიწყოთ. აბსოლუტურად სულ ერთია, ჩემთვის თავი ამომწურავი პასუხი მე. პროფესიონალური მუსიკალური განათლებას ასე ძახი. ისე როგორც ყველა თბილისში მუსიკალური განათლება მეგონა ყველა საქმე მიღებული. 7 წლებს გულისხმობ, 10 წლებს. არა, 10 წლედამდე მე ვეღარ პირადად ვეღარ მივახციე, მე 9 წელს ვატერლოუ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ჩემი პედაგოგი წავიდა ავსტრალიაში და შემდეგ გადავიდა იზრაელში და ამიტომ დავრჩეს ეულად. მე არ ვთვლი რომ მაქვს პროფესიონალური განათლება მიღებული, მაგრამ მაშინ რომელი თქვენგან ითვლის იმას, რომ აქვს პროფესიონალური მუსიკალური განათლება? აჩი თვლის? აჩი პროფესიით არის ვინ? ჟურნალისტი? არა, განათლება აქვს მიღებული მუსიკალური. კონსერვატორიასთან არსებული ნიჭერთა აწლედი. ვიოლინოს განხრით. ხო, მე
10 წლები რაღაც ვერ შევძელი და ეს 7 წლებით 8 წლით დავკმაყოფილდი ასე. 7 წლები. ანუ რაღაც საფუძველი იმისა რომ იდგეთ სცენაზე გაქვთ ხო თვლით? კარგი, მაშინ მეორე კითხვა, პასუხი ამოწურავი იყო. რა თქმა უნდა 7 წლებს შევთვლით ალბათ პროფესიულ განათლებას, იმიტომ რომ 7 წელი პროფესიული. ხო, ბუნებრივია, ანუ განათლება აქვთ. მეორე კითხვა, როგორ ფიქრობთ, რამდენად პოპულარული არა, მაგრამ წარმატებულია ჯგუფი Windy სხვა ცოცხალ ჯგუფებთან შედარებით, საერთო ფონზე? მე ვთვლი პირადად ჯერ შეუძლებელია რაღაც ესეთ კოლოსალური წარმატებაზე ვილაპარაკოთ, რომ არაფერი ისეთი ჯერ ფაქტიურად დიდი არ გავკეთებია. მაგრამ რამდენი ხანია რა ჯგუფი ფუნქციონირებს? კი, საკმაოდ დიდი ხანია, მაგრამ ისიც გავიხსენეთ, რომ 4 შემოდგომობა შეიცვალა ჯგუფმა და თვით ჩამოყალიბებისკენ მიუტყვის და მე იმედი მაქვს, რომ ყველა შემოდგომობა როდი შედგა, მოდი აქედან დავიწყოთ საუბარი. ხო, სულ რაღაც რამოდენიმე თვე არის, ამიტომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რაიმე წარმატებაზე არ შეიძლება საუბარი. და რატომ შეიცვალა შემოდგომობა მაშინ? ხანად ეს გიაში ძალიან თავდაბალი ხარ. რატომ შეიცვალა, ამას ალბათ მე ვპასუხებ. პრინციპში რთულია თქვა, ხა რატო შეიცვალა, რაღაც მიზეზები ყოველთვის არსებობდა ამის, მაგრამ ძირითადად იყო მომენტები, როდესაც რომელიღაც წევრი ერთ-ერთი ვთქვათ მიდიოდა, სადაც ეს მოხდა, რომ უკრავდა ჩვენთან დასაყამ ინსტრუმენტზე ვთქვათ. ჩვენი მეგობარი კაკადო, რომელიც წავიდა ჯგუფიდან და წავიდა საქართველოსდან. რაღაცა ესეთი რაღაცები. არ იყო პრობლემა, შემოქმედებით ეს იყო პიროვნული მომენტი, ხო რაღაც? აჰა, გასაგებია. მე მაინტერესებს რატომ შემოიფარგლებით? არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უმეტესობა კომპოზიციების თქვენს რეპერტუარში არის ინგლისურენოვანი. ბუნებრივია ეს კითხვა ალბათ ელოდით, ხო, რომ ამას დავსვათ? რა თქმა უნდა, მე უპასუხებ ისევ ამ შეკითხვას. ჩვენ უკრავთ იმ მუსიკას, რომელსაც ქვია როკი, რომელსაც ქვია soft rock-ი. აქედან გამომდინარე, ეს ჩემი სიტყვები არ არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ამ მუსიკას აქვს თავისი ენა და ეს არის ინგლისური. ხო, მაგრამ მე ვიცი რომ ბოლო სიმღერა ჩაიწერა ქართულ ენაზე. თქო, უნდა კიდევ ჩაიწერება ქართულ ენაზე, იმიტომ ანუ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ხო, რა შეიძლება ბოლო სიმღერას, მას გადაღებული იქნება მუსიკალური ვიდეორგოლი, ანუ კლიპი და რეჟისორი ხარ თავად შენ, ხო? ბოლო? თუ ხო, ნუ შეიძლება ამის მერე კიდე იქნა გადაღებული. ნუ შეიძლება ბოლოს წინ ეს არ არის აქტუალური და გადამწყვეტი. ლამაზი დღე. ლამაზი დღე. არა, ლამაზი დღე. ხო, მე მაინტერესებს, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ნამუშევრით? არა, არ ვარ მე ლამაზი დღის რეჟისორი, ასე რომ თანა რეჟისორი ხარ ლევან კიტიასთან ერთად. სცენარი შენი იყო. ანუ რაღაც კარგი, რა მნიშვნელობა აქვს? აი ამ საერთო ნამუშევრის შედეგით კმაყოფილი ხარ თუ არა? იცი რა, მე მგონი ბევრს მოწონს, ხო? მე მომწონს. ხო, მაგრამ ბევრს არც მოსწონს, ხო? მე ყოველ შემთხვევაში არა, მე შენი აზრი მაინტერესებს, თავად კმაყოფილი ხარ. მე ერთი შეიძლება ერთი აზრი მაქვს, ძალიან თუ დაუგამთავრებინოთ რაც აწვეთოთ მაშინ. თუ შეიძლება. თორემ ნუ ეჭრები, ხო? ხო, არა, ეს ცოტა არაკორექტული იყო შენი მხრიდან. ჩვენ გვაქვს ცოტა საეთეროდ რომ მე შევხვდეთ თუ დავაცლეთ აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იქნება და მე ვიღებ ამ შენიშვნას, ოღონდ ნაწილობრივ ბოლომდე არა. რა თქმა უნდა. კარგი, მე მინდა ეხლა ცოტა შევეხო იმას, რასაც ქვია პოპულარიზაცია. კარგი გაგებით ოღონდ, არა ცუდი. რამდენად პოპულარულია თქვენი ჯგუფი, ან თუ არ არის პოპულარული, რის იბრალია ეს? იმიტომ რომ მე ვიცი, მე პარალელს გავავლებ სხვა ცოცხალ ჯგუფებთან, სხვაზე არ ვისაუბრებ. როცა მწვანე ოთახმა ჩაწერა სიმღერა, სახელწოდ მისტები და გადაიღეს მუსიკალური ვიდეორგოლი, მეორე დღიდან იცით რა მოხდა. იგივე შემიძლია თქვა soft-ებზე. აი, თქვენთან რომელი იყო ესეთი წარმატებული ნაბიჯი, ან თუ არ იყო, რატომ არ იყო? თამუნა შენ გინდა თქვა რომ ჩვენ ესეთი წარმატებული ნაბიჯი არ ქონია. მაშინ პირდაპირ შეგიძლია შენ თქვა ეს რომ თქვენ არ ქონდათ ესეთი წარმატებული ნაბიჯი და მე კითხავს, მაინტერესებს თქვენი რო არ ქონია წარმატებული ნაბიჯი ჯგუფს. თამუნა თulis ამას. ჩვენ არა, მე ჩემი აზრი არ დამფიქრე. მე მინდა მოგახსენოთ ერთი რაღაც რა. რა თქმა უნდა, კარგია პოპულარობა, რა თქმა უნდა, კარგია. ეხლა როგორ აიტაცებს მაყურებელი ამა თუ იმ სიმღერას უკვე მსმენელი უпростоრეთ და მაყურებელიც მსმენელზეა დამოკიდებული, ჩვენ მუშაობთ. ჩვენ მუშაობთ იმისათვის, რომ თქვათ რაღაც ახალი შევთავაზოთ მსმენელს და ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და ვაკეთებთ ჩვენ საქმეს რა. და ამიტომ იცი რა თავს არ ვიკლავ მე იმისთვის, რომ აუ რატო არ აიტაცეს მეორე დღესვე ჩემი რაღაც სიმღერა თუ ჩვენი სიმღერა და რატო არა ვართ ესეთი პოპულარული. არა, თავს ამისთვის არავინ არ იკლავს და ყველა ამბობს, რომ ეს ჩვენს მეორე ხარისხოვანია. მე ვამბობ, იცი რა, ჩვენთვის ნამდვილად მეორე ხარისხოვანია რა ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში და შეიძლება რაღაც პერიოდი გავიდეს და აღარ იყოს რა მეორე ხარისხოვანი რა. გასაგებია პასუხი. ხო? შემდეგი შეკითხვა. ნატო კასეთიანი პირველი რადიოს მუსიკალური წამყვანი. მოგესალმებით. დღეს თქვენ ხართ გადაცემა პრესის სტუმრები. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჯერ რაღაც სერიოზული და დიდი არაფერი არ შეგექმნიათ. მე მაინტერესებს თქვენი აზრი. როგორ ფიქრობთ, მაყურებელ ცოტა ხომ არ უკვირს დღეს თქვენი აქ ხილვა?
იქიდან მარტო მაყურებელს მე პირადად გავუიხმე მე ძალიან მეგობრს ესე რა. ხო საერთოდ რა მოსასვლელები იყავით? ხო აი არ ვიცი. ცოტა ერთი არო ჩვენი ინიციატივით რაღაც არ მომხდარა ხო ეს რა. თქვენ როგორ ფიქრობთ? შეგიქმნიათ რაღაცა გაგიკეთებიათ უკვე რაღაცა მუსიკაში? კარგი თუ ცუდი ერთი. კარგი თუ ცუდია სხვა საკითხია, ყოველ შემთხვევაში შეგიქმნიათ თუ არა უკვე მუსიკაში რაღაცა რის გამოც თქვათ პრესის ქვეშ გატარებას ჭყალებში რო თქვათ იმსახურებდეთ. აი თუნდაც ის ბოლო ალბათ სახსენებელი კლიპი აღმოჩნდა უკვე იმის წყაროც რომ რომელიც თქვენ ძალიან მოგწონთ. მე პირადად მოვწონს. ალბათ სახსენებელი კლიპი ვისთვის? აი ქალბატონ უბრალოდ ჩემ ძალიან ახლობელი მეგობრისთვის. თქვენთვის არა ესე. არა თქო. კიდევ ერთი, როდესაც თქვენ ჩაწერეთ სიმღერა კინოფილმიდან ტუცი, რომელსაც ასრულებს, მე ვფიქრობ, არაჩვეულებრივად ასრულებს სტეფან ბიშოპი და მე პირადად ძალიან მიყვარს ეგ სიმღერა. სტივენ ბიშოპი არის. სტივენ ბიშოპი. რა მინდა ვთქვა? რომ თქვენ რაღაც თქვენეული არაფერი არ შეგიტანიათ, ასე ვთქვათ, ამ სიმღერაში. ჩემი ყოველ შემთხვევაში, ჩემი ახმა ესეთი იყო და რაღაც განსაკუთრებული ინტერპრეტაციაც არ არის და აი რა გინდოდათ ამითი გეთქვათ? თქვათ რაიმე პოპულარობა მოგიტანათ ამ სიმღერამ თუ იქნება თქვენ მოუტანეთ პირიქით ამ სიმღერას დიდი პოპულარობა. ან უბრალოდ მოგეწონათ ეს სიმღერა, გიყვართ და ადეკით და იმღერეთ. მესამე ყოლი. ხო, რა თქმა უნდა. ამაზე იგი უბრალოდ ტესტის მიხედვით უწავთ მესამე პასუხი იყო, მაგრამ რაც შეეხება შეცვლას, მეგონი ცოტა შეიცვალა, იმიტომ რომ სტილისტურად ცოტა განსხვავებულია. სტივენ ბიშოპი ცოტა უფრო სხვაგვარად მღერის. ფრაზეოლოგიაზე თუ მიტყვის მუსიკალური არანჟირება სხვა და ცოტა ალბათ უფრო ჩვენეული ხედვა მუსიკიდან გამომდინარე, თორე ჰარმონია არ გამირგვევია. მაგ განსხვავება ნამდვილად არის რა. სტივენ ბიშოპის ნამ არის განსხვავება. რა თქმა უნდა. გასაგებია ერთ-ერთი ვერ იქნებოდა არც უნდა ყოფილიყო, იმაზე არ არის შეძლება არ შეძლება. მე შეკითხვა მაქვს ესეთი, მაგ ამ სიმღერაზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, კლიპი არსებობს. კი. ხო, ხა რატო არ მითხრა ჯერ არაფერი, ჯერ შეკითხვას დავსვავ. რატო გადაიღეთ კლიპი ამ სიმღერას? რთულია თქვა, რატო გადავიღეთ, რატო ვიღეთ კლიპს? არა, მე გავიგე რატო იმღერეთ და ყველამ გავიგეთ, იმიტომ რომ უბრალოდ გიყვართ და მე სიამოვნებით ვიმღერებდი მაგალითად ამ სიმღერას. აი ანალოგიურად შეიძლება რაღაც კლიპი რომელიც საკმაოდ საეჭვო ხარისხის რაღაც მინდოდა და გადავიღეთ. რა სხვათა შორის ის კლიპი ძალიან კაი კითხვა იყო, ვერ გავდი კითხვა. კლიპი რომელიც ჩემის აზრით ცოტა საეჭვო ხარისხის იყო. გასაგებია, საეჭვო ხარისხის რას ნიშნავს ეს? სტანდარტებში არის ჯო. არა, სტანდარტებზე. სტანდარტებზე არ არის აქ ამ შემთხვევაში ლაპარაკი. ეს ალბათ ჩემი სუბიექტური აზრი იყო, რა არც თუ ისე. ანუ წარმატებული არის ალბათ ლაპარაკი არის. წარმატებული და წარმატებული. ჩემის აზრით რა თქმა უნდა. მაგხრი ხარისხი წარმატებული. ო ალბათ ესე იგი ასე შეკითხვა ასე. მე ვფიქრობ რომ ახლა გვინდოდა ისე გადავიღეთ კლიპიდან. უბრალოდ გინდოდა და გადაიღეთ კლიპი. სურვილი სამებრ. ჩვენ ჩავთვალეთ რომ სიმღერა გამოვიდა ნორმალური, ძალიან კარგი, ჩვენ მოგწონს. მოგვეწონა და გვინდოდა რომ ამ სიმღერისთვის კიდე რაღაც გაგვეკეთებინა და ჩავიწერეთ. და სხვათა შორის ეს სიმღერა საკმაოდ მივიწყებული იყო. იქამდე სანამ არ შევასრულეთ ჩვენ. აი მე უკვე არა მე მინდა ვთქვა რომ მე უკვე რადიო არხებმაც დაიწყეს სადღაც გაახსენდა ბევრს და დაიწყეს ამ სიმღერას. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით ვინაიდან ყოველთვის სვენელები. ერთი რადიოზე ალბათ FM-ზე 13 რადიო ამ შემთხვევაში მე დავეთანხმები გიგას. მე შეკითხვა ჩემი საიდან მომდინარეობდა ახლა ვიტყვი. საერთოდ როგორც წესი მუსიკალურ კლიპს აკეთებ, ანუ ვიდეო კლიპს გულისხმობ აკეთებენ იმ სიმღერაზე, რომელიც უნდათ რომ პოპულარული გახდეს. ან არ ვიცი უბრალოდ რომელიც მოგიტანს პოპულარობას ან უკვე პოპულარული არის და უბრალოდ ის რომელიც რადიოში ტრიალებდა მაგალითად იმის ასე ვთქვათ ვიდეო ვერსიაში ამ შემთხვევაში უბრალოდ ხوارის სურვილი რაცა გინდა რომ უბრალოდ გადაიღო არაფერზე არ უბრალოდ მუშაობ იმაზე რომ სიმღერა ჩაწერე ძალიან ბევრს 10-დან 8-ს გაახსენე და 2-ს ისედაც ახსოვდა ეს სიმღერა და აი 8-ს გაახსენე კიდევ და ახალი ვერსია შესთავაზე ვიზუალურიდან და გამომდინარე ესე იგი თქვენ ამ შემთხვევაში რაღაც სამებრ გადავიდეთ. რა, მეტასულაც იყოს. ამ სიმღერით არ გინდოდა თქვა რაღაც პოპულარობის მოხდა. უბრალოდ სურდა. ერთმანეთს ვაჩუქეთ ეს ლამაზეკლები. მაშინ ალბათ ესე შეიძლება გაამდიდროთ თქვენი შემოქმედება, თქვა Beatles-ების Yesterday იმღეროთ, Doors-ის People Are Strange, Zeppelin-ის Stairway to Heaven, იმიტომ რომ თქვენ მოგწონთ და იმიტომ რომ კარგი სიმღერებია. იცი რა, მე ვფიქრობ და მაშინ კიდევ ერთი უკაცრავად ერთი შეკითხვა რომ მე ვფიქრობ რომ შემოქმედისთვის და მუსიკოსისთვის უმთავრესია რა რომ თავისი ხელწერა გარკვეულწილად და თავისი რაღაცა ახალი შექმნას როგორი ეს სხვა საკითხია ხო თქვენთვის ალბათ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სწორედ გამომდინარე აქედან დავნიშნე რომ ჯგუფი ამ შემადგენლობით სულ
რამდენიმე თვეა შეიქმნა და მე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ თვით უდიდესი ჯგუფი მე მგონი Beatles-ი ყველა დამათანხმებულ არის უდიდესი ჯგუფი, მათაც დაიწყა სულ სხვა უცხო ხალხის სიმღერები. კი, რა თქმა უნდა. უამრავი მათი პირველი ორი ალბომი იყო სავსე, იცი ალბათ, ხო? ესე იგი თქვენ გინდათ არა, მე იმის თქმა არაფერი არ მინდა. შენ უბრალოდ იმას ამბობ, რომ ჩვენსაც არ ვაკეთებ. ჩვენსაც აუცილებლად გავაკეთებ. და ეხლა უბრალოდ დამწყებები ხართ. რა თქმა უნდა, ამ შემადგენლობაში გაქვს მოსმენელი უკაცრავ. ბატონო? შენ რომელიც ეგ ჯგუფ Windies მოსმენელი. ჯგუფის მაქვს მოსმენელი, რა თქმა უნდა, ლამაზი დღე და something distinct might be you. მანამდე არ მაქვს მოსმენელი, იმიტომ რომ ახლა თქვენ სადღაც კლუბში თუ ასრულებდით, ეს ხო მასობრივად გამოსულია ეს ალბომი. არა, პრინციპში კლუბშიც შეიძლება მოსმენა თუ რა თქმა უნდა ინფორმაცია იქნება ადამიანს რომ კლუბში უკრავს. არა, მე იმას ვიძახი, როცა ინფორმაციაში არის ის რომ ანუ ჯგუფს აქვს სიმღერები და შენ ციმარტო ორი სიმღერა, ამ სიმღერად არ უნდა გამოქვიდე ამ ჯგუფის ისტორიაზე ლაპარაკი. ეს თქვენი მინუსია ალბათ. ამ წლების განმავლობაში, ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში, ალბათ აჩინა მეთანხმება ახლა აქ რომ არაერთხელ ჩავატარეთ კონცერტი ჩვენ თბილისში, მაგრამ ეს არ იყო ფილარმონიაში ვთქვა და რაღაც, მაგრამ იყო ისეთი ვთქვა ადგილები, სადაც შეეძლო მსმენელს მოსულიყო ადგილების გინდაც მთაგორიანი ადგილი. დიახ, იმ ერთ-ერთი ადგილიდან მინდა კითხვა დაგისვათ ამ შემთხვევაში. განმეორებით, კითხვა თუ შეიძლება. დიახ, ესმა ლემონჯევა გაზეთი აიეტი. რა მაინტერესებს კი გავუშავოთ შენთან მაგ ეს შეკითხვა. ანუ ამ კონცერტის ორგანიზატორი, ასე ვთქვათ, დამფინანსებელი იყო ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც საკმაოდ დიდი დოზი დაარიგა იმ საღამოზე, ესეთი სასმელი ალკოგოლური, როგორიც არის საკმაოდ მაღალგრადუსიანი არაყი. მე მაინტერესებს ქალაქ გარეთ, როდესაც მართავთ კონცერტს, რამდენად მისაღებია მაყურებელს დაურიგო არყები და უთხრა თქვენ შეგიძლიათ დალიოთ იმდენი, რამდენიც გნებავთ. და მაშინ, როდესაც აქ არ არის მე არ შემინიშნავს არც დაცვა და არც სასწრაფო დახმარების მანქანა. იცი რა, იქ იყვნენ მოწვეულები. ძირითადად ის ხალხი იყო მოწვეული, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენი ახლობლები არიან. აქ არ გაკეთებულა რეკლამა, რომ მობძანდით და დაესწრებით ამ კონცერტს, ხო? ამიტომ მე თუ ოჯახში გპატიჟებ შენ, მე უნდა დავდო იქ თქო სუფრაზე რაღაც შემიძლია და უნდა დალიო შენ თუ გინდა თუ არა და უნდა დალიო. ნუ გასაგებია, მაგრამ ოჯახი შედარება და სადღაც ტყეში ხო, მაგრამ მე მგონია ყველა პიკნიკზე გავედით მეგობრები. ხო. ჩვენი გიტარები, ჩვენი ინსტრუმენტები. ამაში არაფერი არ არის. გარეშე დამთავრდა იქ. არა, მე მგონი, ანუ გასაგებია ეს დამთავრდა საბედნიეროდ, მაგრამ როგორც წესი, რამდენად მიღებულია და რამდენად ეთიკურია საერთოდ. მე მესმის, რომ მიღებულია და ეთიკურია. შემიძლია იმ მუსიკაში, რომელ მუსიკასაც ჩვენ უკრავთ და ვასრულებთ, რაღაც მე მგონი არ ვარღვევთ რა, რაღაც თან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალაქის ცენტრში რო გაგვეკეთებინა, იგივე უფრო მიღებული იქნებოდა თუ ქალგარეთ და არა, მე მგონი იქ საკმარის იყო დაგერიგებინა, თქვათ, გამაგრილებელი სასმელები, როგორც ნებისმიერ კონცერტზე ხდება და ყველაფერი იყო, მაგრამ მე მგონი ეგ ალკოგოლი. სახში გავატანეთ კიდევ ეს სპირტიანი სასმელი. მე მგონი იქ თქვენია ზედა, ჩვენ როგორც გვინდა და ალბათ ისე გავაკეთეთ ის შემთხვევაში. და დამთავრდა ყველაფერი მაინც კარგად. საბედნიეროდ კარგად, მაგრამ შეიძლება და ცუდად დამთავრდეს. კინაღამ დავეცი, კინაღამ. ესე იგი, პრინციპში ესე არის საქმე, რომ დარწმუნებული ყავთ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. იცი რა, მას მეგრე ვერ გათვლი. თავი რომ დამთავრდა კარგად, ამას უკვე ვეღარ გადაატელებ უკან და ვეღარაფერს ვეღარ შეცვლი. ესე რომ ჩვენ და საბედნიეროდ და ატომღა თქვენ და სამწუხაროდ დამთავრდა კარგად. არა, ჩვენ და სამწუხაროდ ნამდვილად არა, იმიტომ რომ კონცერტები დამთავრდა კარგად ვიძახი. დამთავრდა კარგად. შეცდომა იყო თუ არა, საერთოდ და რამდენად მიღებულია, როდესაც კონცერტზე უფრო მე ადამიანი მივდივარ მუსიკის მოსასმენად და იქ მესმის რომელიღაცა კომპანიის რეკლამა გამუდმებით, რომ დალიეთ ეს არაყი, ეს არის ძალიან მაგარი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უშუალოდ დაგვეცა. ეს ხო რაღაც ის ახალ ველოსიპედს ხო არ ვიგონებთ არა, ეს ხო არსებობს არა, ხო ყველა მიცით, რომ ესეთი რაღაც პრინციპში სპონსორებს რომელიღაც მოდით დავაკონკრეტოთ მაშინ ალბათ მომწონს არა არ მოგცემ არანაირად ამის უფლებას კი ბატონო ეს ხო ახალი არა თუ გაიყიდება თუ დარიგდება პრინციპში ვისაც ალბათ სასმლის დალევა უნდა ალბათ ყოველთვის მიიღებს ეს ესეთ მასობრივ თავშეყრის ადგილებში ალბათ ასეც ხდება პრინციპში მე არ ვიცოდი იქ რა იყო მაგრამ ესე საშიშროება იმისა რომ აი დაირევა რაღაც ალბათ ყოველთვის არის მაგრამ ხო უნდა იყოს ამ შემთხვევაში მე მგონი დაცვა უაზეც მოხდეს ის რა იცი რა არის მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ იქ იყვნენ დაპატიჟებული სტუმრები ხო ჩვენი მეგობრები იყვნენ ძირითადად რა და ეხლა იქ უცხოდ არ მოხდებოდა ესეთი რაღაც რომ სადღაც 200-მდე მე მგონი რა მოხდა ჩვენ საკმაოდ მეტი რაოდენობა კიდე არ მოვიდა სოფყავს და თქვენ თვითონ პირადად რაღაც
ის დღე ცუდად დაგამახსოვრდა. არა, ძალიან კარგად, მე უბრალოდ ვამბობ, რომ მსგავსი რაღაც შეიძლება ხანდახან კარგად არ დამთავრდეს ხოლმე. ხანდახან და ამისთვის მოდ შეგახსენეთ. შენიშვნა მიღებულია და აუცილებლად გამაგრებულ სასმელებსაც ავიტანთ ხოლმე. არა, გამაგრებლებელიც იყო მე. და გააზავეთ ამის ადამიანს არჩევნის უფლება და ჩვენ გასაგებია. და ისე საერთოდ თქვენი მხრიდან მაინტერესებს რამდენად ეთიკური, მაგალითად ფეხბურთელი ვერ გამოდის მოედანზე თუ მან ძალიან რაღაც მაგდაგვარი და მუსიკაში ეს თქვენთან მიღებულია, იმიტომ რომ ყველა გამოცვლელი იყო იმ დღეს ცოტა ისეთ დოზებში. რატო მე მგონი ბურდული ფანტასტიკურ ფორმაში იყო და ძალიან კარგად გამოვიდა ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ხელში მიკროფონი ეჭირა, ცალ-ხელში და ეს თქვენ მიერ ხსენებული ისე ავად ხსენებული ბოთლი და მე მგონი ფანტასტიკური იყო, რაც მაშინ. არა, მე მაინტერესებს ამდენად ეთიკურია თქო საერთოდ. ეთიკური არა, თქვენ მსმენელი იყავით და მე მგონი ნორმებში ჯდება ეგეთი დონის კაცი. ახლა მინდა გითხრათ, რომ ზუსტად აი ახლა რეკლამის დრო არის აბსოლუტურად არაფერი. მე უნდა გითხრათ, რომ რეკლამის დრო არის და სულ ცოტა ხანში დაბრუნდებით კვლავ ჩვენ სტუდიაში ძვირფასო ტელემაგურებლით. ვაგრძელებთ ჩვენს ток-შოუს სახელწოდებით პრესპრესი და თავისთავად ცხადია ჟურნალისტის შემდეგი და მომდევნო შეკითხვა ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, ნათია დგებუაძე, ჟურნალი თინეიჯები. რები, რა მაინტერესებს ახლა აქ იყო ალკოჰოლზე საუბარი. თუ გეხმარებათ თოთ ალკოჰოლი კარგი სიმღერის შექმნაში? მარე რა თქმა უნდა, სისულელე. შექმნაში თუ შესრულებაში ესეც მოგვიყვება. არც ერთი არც მეორეში, პირიქით. ანუ ყოველთვის ფრიზონ მდგომარეობაში გადიხატო. ვინმე ის ყოველთვის ყოველ შემთხვევაში არა გვაქვს მიდრეკილება და არც იმიჯი იმისა, რომ უნდა დავულიოთ იმისთვის, რომ რაღაცა გამოგვივიდეს, არაფერი მაგის მსგავს. უბრალოდ გვიყვარს ლუდი. დიახ. და არაყი არა. არაყი ძალიან გვიყვარს. არა რატომ გვიყვარს კაცო, მოუხენა. ლუდი და ყოველდღიური შეიძლება. მაგრამ გიგას ისეთი ღვინოები აქვს ოჯახში, გამოგიტყდებით რა. კიდე რა მაინტერესებს? როგორი ღვინოები? კარგი, ძალიან კარგი. რა მაინტერესებს თქვენ აიღეთ საუკუნის საუკეთესო სიმღერაში ლამაზი ღამე დღე უკაცრავად სუამერია ყველას ესე ქვია წლის საუკეთესო სიმღერაში ისე ნათიას თავისი ჟურნალის სახელწოდებაც საერია და ამიტომ მეგონი ეპატიება მაინტერესებს აიღეთ ჯილდო და რამდენად იყო მისაღები ეს რამდენად მისაღები იყო გადმოგწეს და მივიღეთ რაღაც ესეთი სიტუაცია შეიქმნა მაგრამ მისა ხო ვერ თქვით რაღაც. ესე იგი თუ არ გადმოგწემენ ვერც მიიღებ ამას. რაღაც ლოგიკა მომენტი არის. ჩვენ და დაუკითხავთ მოხდა ეს ყველაფერი. არა, სასიამოვნოა, არ დაგიმალოთ ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა. და აქედან გამომდინარე ხო არ ჯობია ხოლმე ქართულად იმღეროთ. იქნებ უფრო მისაღებია და ძალიან სწორი შენიშვნა. თუმცა შეგვიძლია თავს მე ჩატაროთ. სადაც სოხტემა ინგლისურ ენოვანმა ჯგუფმაც მიიღო იგივე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ქართული ტექსტია და სიმღერა იმის საფუძველი წარმატების. და უფრო გასაგებია ქართული ქართულისთვის. ქართულ სიმღერაზე თუ ფიქრობთ ხოლმე ხანდახან მაინც. რა თქმა უნდა, კი. აი გიგას აქვს კიდე ძალიან ჩემთვის ძალიან ჩემი აზრია რა, ლამაზი 3-4 ახალი სიმღერა აქვს ქართული ტექსტითაც და ალბათ გაგვახარებ. იმედია. ძალიან კარგი. სულ მალე. კიდე რა მაინტერესებს? მე მგონი გიგას შენ გადაიღე ბუკას კლიპი, ხო? კი, მე გადავიღე. სტუდია ვინდი? სტუდია ვინდა. სტუდია ვინდა და რამდენად მისაღებია ესეც, ანუ სხვა მუსიკოსთან კლიპზე მუშაობა. ეს შენი ჰობია თუ მეორე? მისაღებია, ნუ ჯერ ერთი ბუკა და ზურაც ძალიან ახლობლები არიან ჩემთვის ზურა. რაც თავი მახსოვს, ზურა მახსოვს და ასე ვთქვათ, ჩემ მამის მეგობარი და ნუ დღეს ჩემი მეგობარია და აქედან გამომდინარე რაღაც მოხდა ისე რომ ჯერ ზურას კლიპი გადავიღე და მე შემდგომ უკვე ბუკას კლიპი გადავიღე. მგონი ცუდი არაფერი არ გამიქეთ, არ დამიშავებია რაღაც. ცუდად არ მოგწევა. პირველი პირიდან ალბათ. და რატო გონიათ რომ მაგას კლიპის გადაღება დაშავებას გულისხმობ? არა, ნუ ისე მე მაინტერესებოდა ადვილია თუ არა თქვენთვის. ადვილია თუ არა კლიპის გადაღება ვაზე. იცი რა არის, მთავარი არის იდეა და მონდომება და ნუ ალბათ ადვილი არაფერი არ არის, მაგრამ ნუ თუ გინდა რაღაც გააკეთო, იმას ყოველთვის გააკეთო. ჟურნალი პოპულარული ექსპრესი გიგა. მე ვიცი რომ თავად შენ შესთავაზე ბუკა მანაგაძეს და ბატონ ზურა მანაგაძეს კლიპზე შენ თვითონ რომ გემუშავა და რამდენად გარანტიას აძლევდი შენ მათ რომ აი შენს მიერ გადაღებული კლიპი წარმატებული და ხარისხიანი იქნებოდა. იმიტომ რომ შენთვის ეს მე მგონი პირველი ნაბიჯები იყო, ხო? თუ არ ვცდები. დამოუკიდებლად, ხო. იცი რა არის გარანტიის მიცემა?
წინასწარ ჯერ ეუბნები აი ეს მინდა გავაკეთო, ხო? რაღაც იდეა გაქვს და იმ იდეას უყვები. რა მინდა გავაკეთო. აქედან გამომდინარე თუ მოეწონება და ამ შემთხვევაში ვთქვათ მოეწონა ზურასაც და ბუკასაც რაც მე ვუთხარი რომ აი ეს იდეაა და შეგვიძლია განხორციელოთ. ამის შემდგომ უკვე მოხდა ის რომ მოდი გადავეყოთ და გადავეყოთ. და კიდევ აპირებ კლიპების გადაღებას სხვა ვინმე მომღერლისთვის. იცი რა ალბათ თუ ექნება საშუალება გადავეყოთ. და რა კრიტერიუმებით აფასებ შენ მომღერალს კლიპში გადასაღებად? საერთოდ თუ ამ კლიპში მე მგონი გარკვეული არა, საერთოდ, რო თქვი რომ უნდა გადავიღო. ძალიან კარგად იცნობს იმ ადამიანებს და ალბათ ეგრევე რომ ჩემი ძალიან ახლობლები არიან. აქედან გამომდინარე. ხო, ეხლა რა არის, იცი რომ რა კრიტერიუმებით ვაფასებ? ნუ მომღერალი უნდა იყოს ჯერ და რაღაც თუ მომწონს, არა, შეიძლება ესეც არ იყოს. შეიძლება რაღაც უფრო სხვა დაინტერესება იყოს კიდე. არ ვიცი, ვერ გეტყვი რა. კარგი, ჯგუფ ვინდ თქვენი სახელწოდება თლიანი ჯგუფის, ესე იგი არის ვინდი და ტიტრებში ძალიან ხშირად იწერება გიგა აგლაძე და ვინდი. და გიგა აგლაძე რით გამოირჩევა დანარჩენი სხვა წევრებისგან? ამაზე ჩხუბია ხოლმე სხვადასხვა დაობს გიგა. რომ მე არ ვიტყვი. რომ არ უნდა ეწეროს თუ უნდა ეწეროს? არა, არ უნდა ეწეროს რა რაშვაში ეს გამოყოფა არანაირად და მიდის დავა რომ ნუ იყოს ჯგუფი ვინდი, იმიტომ რომ ეხლა დღესაც რო ვარ 4-დან და რო ვარ 4-დან ამაზეც ცოტა გულნაწოლები ვარ. რატო არ გქოთ? რატო არ არის დიდი? კარგი. ხო. აბათით. და კიდევ ერთი შეკითხვა, თქვენ ასრულებთ, აი თქვენ საქართველოში არც თუ ისე პოპულარული ჯგუფი ხართ, აი პოპულარული, აი ამ თვალსაზრისით პირდაპირ გაგებით მინდა გაიგოთ. და მაინტერესებს მე, აი თქვენს მიერ შესრულებული სტილი რამდენად მისაღებია დღესდღეობით ქართული მსმენელისთვის? ჩვენს მიერ შესრულებული სტილი მისაღებია პირველ რიგში ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ჩვენ მღერი ვართ, ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც ჩვენ გვიყვარს. რამდენად მისაღებია? ჩემთვის მძიმე როგიც მისაღებია და ხა შენთვის არ ვიცი, შეიძლება არის მისაღები, შეიძლება არ არის მისაღები, ხო? მრავალფეროვანია. და თქვენ ხალხისთვის არ მუშაობთ? როგორ არ მუშაობთ? ხალხისთვის მუშაობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებ. ეგეთყვი რომ პირველ რიგში ჩვენ მოგწონს აი ის მიმართულება, რა მიმართულებაში ჩვენ მუშაობთ. ყველას ვერ წამოიყვან შენსკენ, ხო? აი წარმოვიდგინე პატარა სიუჟეტი, შევიკრიბეთ 5-ვე კაცის არეპეტიციაში ვждებით და ნუ პირველ აკორდებს ვიღებთ და მე ვიღას ჩერდება და იცი რა, მოდი აი დაფიქრდი ამას ხალხი როგორ მიიღავს, აი ეს ჰარმონიული გადასვლა მეორე აკორდზე. იქნებ თბილისის მოსახლეობა მზად არის ამისთვის? ეს ხო გამორიცხული ვარიანტია, რა ჯერ აკეთებ და მე ამის რეზიუმს იღებ, ხო? და მე ვფიქრობ რომ ამის ყველაზე კარგი პასუხი ნათალი პასუხი იქნება, ერთმა გვისმინოს და ყველაფერმა კარგად ჩაიეროს და აგვიშთოს თვე და დიდი ჩატარებული კონცერტი, დიდი კონცერტი ქალაქ ბათუმში. აი ამასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა. ვიცი რომ ასე ვთქვათ სოლო კონცერტი აბსოლუტურად ანუ თქვენი სოლო კონცერტი არის თან სტადიონზე თუ მე როგორც ვიცი. ძალიან რთული საქმე არის. მზად ხართ ამისთვის? ყოველდღე ვემზადებ. რაღაცა სერიოზული მზადება მიმდინარეობს რომ ალბათ ეს უნდა თქვა რომ კი მზადობთ. ხო. თქმა უნდა. ამას შეიძლება იქნება ალბათ დამატებითი ის არის პასუხისგებლობის თავზე აღება ძალიან სერიოზული საქმე არის და საკმაოდ. ესე იგი მზად ხართ? კი. ვფიქრობ რომ კი. ძალიან კარგი. სასწაული იყოს. და უკაცრავად რატო ბათუმში და რატო აგვისტოს? რატო აირჩიეთ ეს? მე ვერ გავიგე. ბათუმი და ნოემბერი უფრო ცუდად ჟღერს. მოდი თბილისი და ნოემბერი ჯგუფი. იქნება თბილისშიც იქნება. ასეც მოხდება. რატო პირველად ბათუმში? ცი არის ალბათ რაღაცა გაკავშირებთ ბათუმთან თუ უბრალოდ? მე პირადად სახლი მქონდა თავის ძორზე ბათუმში და ძალიან მეყვარს ეგ ქალაქი, მაგრამ ეხლა აგვისტოში თბილისში კონცერტის გაკეთება ეს იგივეა რომ არა, იქნება იმიტომ რომ აგვისტოში ყველა ბათუმშია და უბრალოდ შეიძლება ხალხ საქმე არ იყოს და შემოვიდეს კონცერტზე. ხო, რა თქმა უნდა, ესეც თბილისის ზღვაზე გაკეთებას გვირჩევია. ანუ ბილეთი ყველა ვარიანტში გაიყიდება, იქ სხვა კონცერტზე ყველა მიდის. არა, მე ვფიქრობ რომ მაგაზე არა მთელი დატვირთვა ამ კონცერტის. და უბრალოდ ეს გვინდა რომ იყოს ბათუმში, რაც არის ბევრი ხალხი, რაც არის სხვა და რაც კარგი განწყობა და კარგი განწყობას დაემატება კარგი მუსიკა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ. მე მეგობრებს ერთი რამ, გიგა აგლაძე არის ვოკალისტი. და არა მარტო გიგა. ხო, გასაგებია, მაგრამ მე კონკრეტულად კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. საერთო ფონზე ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები გაქვს თუ რატო? კი, რა თქმა უნდა. მე უპასუხობ რომ აქვს.
და თავად გიგას აზრი მაინტერესებს? თავმდაბალი კაცი ვარ ასე. ნუ გასაგებია, ხუბრობაში გადაიზარდა. მე მინდა გავიხსენო არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი გადაცემა, სადაც სტუმრად იყო მოწვეული აჩი ფურცელაძე, რომელიც სამწუხაროდ მე არ ვიყავი სამწუხაროდ, ჩემს სამწუხაროდ. და ეხლა გინდა ასე ვთქვათ, დაეციო. არა, მე ჯგუფთან დაკავშირებული კითხვა მაქვს, კონკრეტულად მას არ მიმართა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა ესეთი კითხვა, იყალთოს მთაზე ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით, სადაც მოწვეული იყვნენ ბახტრიონის მსახურების. ვისაუბრეთ უკვე ამაზე. გასაგებია და მე იმ პასუხა, რომელიც ეკრანიდან მოვისმინე, სრულიად არ დამაკმაყოფილ, იმიტომ რომ შენ უბრალოდ არ იცოდი რა გეთქვა და შენ პასუხი იყო გაურკვეველი და დაუკონკრეტებული, დამამთავრებელი. ხო, იქ მოწვეული იყვნენ მომღერლები, ეგრეთ წოდებული ფონოგრამშიკები, ანუ ის ვიც წერის პლუს ფონოგრამაზე, ვინც უბრალოდ დადგა და წავიდა, ვერ მოასწრო სიმღერა ან ვერ მოასწრო? კარგია. კარგი სიტყვა თქვი და ამას და გამოიკიდები თუ? აი მე მაინტერესებს პირველ წყაროდან პასუხი, იმიტომ რომ ამ კონცერტის ორგანიზატორი შენ. ეს გიგაზია თუ აჩეზე? მე მეკითხები. შენ პასუხი არა დამაკმაყოფილებელი იყო და მე მინდა გავიგო ხა. ეს იმიტომ რომ თამუნა არ მიიღო გომართალმა ეს პასუხი. არა, ეს იმიტომ რომ არ იცოდი რა გეთქვა და თქვი გაურკვეველი ფრაზა. არა, შეკითხვაზე პასუხი თუ გვაქვს? ეს იმიტომ რომ მე არ მეხებოდა ეს კითხვა გიგაგის. მოხდა ესე რომ შევიკრიბეთ იყალთოს გორაზე თუ მთაზე ავიცე. თუ ბახტრიონის რაღაც არის. და რატო წავიდა ეს ხალხი? მოხდა ესეთი რაღაც გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა რომ გაუთვალისწინებელი კი არ მოხდა უფრო სწორედ მინდოდა გაკეთებულიყო შემდეგი რომ ეს ცოცხალი მუსიკა ვინც ცოცხალად ასრულებს და ვინც ფონოგრამაზე ასრულებს ხო ეს აუცილებლად პლუსი არა თამაში შეიძლება მინუსი ყოფილიყო ხო მინდოდა რომ ერთად რაღაც ერთად ემღერათ და ერთად ყოფილიყო ემეგობრათ და რაღაც და ასე შემდეგ ეს იყო ძირითადი დატვირთვა იმ დღის მაგრამ რატომღაც არ მოხერხდა, იმიტომ რომ მახსოვს ცისანამ თქვა რომ მაგვიანდება, სპილოსაც თქვა რომ მაგვიანდება და აი ესეთების რამოდენიმე იყვნენ გამოსულები და უცბად დაიშალე. და თავიდან დაიწყო ცოცხალმა ჯგუფმა და. ანუ ყველაფერი ეს მოხდა, იმიტომ რომ დროის უქონლობის ფაქტორი იყო მათი მხრიდან. თან მანამდე რატო მოხდა? მათ სცენას უთმობდნენ, მაგრამ უბრალოდ არ ეცოდა. მანამდე წამოვიდა წვიმა და ვერ დავიწყეთ თავის დროზე, როდესაც უნდა დაგვეწყო. მე მეცეს ეს პასუხი არ იყო წინა გადაცემაში, რა ძალიან ეჭვმეპარება ზუსტად იგივე თქვენ. ნუ ამაზე მე ვისაუბროთ ახლა ცოტა დრო. აი, სხვა შეკითხვა ალბათ არის, როგორც ხედავ? არის ესეთი ინფორმაცია მართალია დაუზუსტებელი, მაგრამ მაინც და მაინტერესებს პასუხი პირველ წყაროდან, რომ ჯგუფს ყავს სერიოზული ლობი და თუნდაც დაფინანსებელი. ეს მართალია თუ არა? ძალიან სერიოზული დაფინანსებელი ყავს. მინდა გითხრა, მაგრამ ვერ ვიტყვი ხა მის სახელს. ჩვენ პროდიუსერებს მიმართეთ ამის თავი. არა, ალბათ უფრო კონკრეტული. ანუ ლობირება თქვენ დაუზუსტებელი წყაროა ჩვენ. არავის მხრიდან არ გაქვთ. თანამდებობის პირი შეიძლება იყოს ეს და ასე შემდეგ. ესე იგი ეს ინფორმაცია ჭორია? ეცით რა არის, მე არ ვიცი ვიზე საუბრობენ, ვიზე აქვს აქცენტი გამახვილებული ყურადღება. მაგრამ ძირითადად რაც ხდება და რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აბსოლუტურად ჩვენი ძალებით ვაკეთებთ ყველაფერს და ჩვენი და თქვენი სახსრებით, ხო? ჩვენი ძალებით, ანუ იგულისხმება რომ ჩვენი სახსრებით. და ჩვენი მეგობრების დახმარებით და რევიზიები რო ვიღაცა მე გუშინ წინ ჩავიწერე თქვა სიმღერა სანუ დაგვეხმარა მას. ანუ ეს ყველაფერი ხდება მეგობრობით. კარგი, ჩემი შემდეგ კითხვა ესეთია. მე ვიცი რომ ჯგუფი იყო დაარასრული შემადგენლობით, მღერის არა, სხვა კითხვა მაქვს. მღერის ერთ-ერთ ღამის კლუბში, რესტორანში. ეს არის დამატებითი ღამის კლუბი? არა, ღამის კლუბი თუ არის, ფაბზე არის, ფაბია. ხო, გასაგებია, ფაბი ეს ქართულად რას ნიშნავს? ბარი. ხო, თუნდაც ბარი. ალბათ დუქანს უფრო გულისხმობს, ლუთხანას. ნებავთ იყოს ლუთხანა, ან დუქანი. ეს არის დამატებითი შემოსავლის წყარო თუ შემოქმედებითი სურვილი იმისა, რომ იქ იმღერა? ეს არის ერთადერთი ჩემი შემოსავლის წყარო პირადად და გეორგისიც გამოგიტყდებით და მე ძალიან მეხარია რომ მე გამიმართლა იმაში რომ იმიტომ რომ ძალიან ბევრი მუსიკოსია რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით ვერ იჩენს ამ მუსიკით თავს და მე მქონდა ძალიან დიდი პრობლემა მქონდა ანუ ქიმიას უნდა გავყოლოდი ცხოვრებაში ან კიდე ოჯახი ფაქტის წინაშე დადგა რომ მე ჩემი მუსიკით თავი უნდა შემენახა და მე ძალიან გამიმართლა იმიტომ კიდევ მეორდები რომ ცხოვრება მომცა იმის საშუალება რომ მე მუსიკით თავი შემენახა და ყოველ შემთხვევაში ქიმიაში დღესდღეობით ასე თუ ისე. მაშინ აქ მეორე კითხვა, ეს მსგავსი ეკონომიური საფუძველი და შემოსავლის წყაროს მოძიების სურვილი ჯგუფის სხვა წევრებს არ ქონდათ, რატომ ღერი ხართ არასრული შემადგენლობა? არა, ხანდახანი კი გამღერი ვარ ხოლმე. ეცეთ რა არის აქ? სხვათა შორის მეც მიმღერია, თუმცა ვინთან არ კავშირი არ მაქვს. ეს ჯგუფი ანუ ფაბის ჯგუფი ჩამოყალიბდა
ძალიან ადრე. ესე იგი უკვე წელიწად ნახევარია რა ჩვენ ამ ფაფში ვიმყოფებით და გიგა კი სულ რაღაც 1 წელია რაც გიგასთან უკრავთ. ასე იგი მე მგონი უკვე ნაწილობრივ გავეცი თქვენ კი. გასაგებია ჩემთვის. რომ მე რადგან გიგა გაჩნდა ანუ გიგასთან უკრავ, ხო? მე ფაფიდან ვერ წამულ და ვერც გიგას ვერ დავსვავ იმ ადამიანის მაგივრად რომელიც ჩემთან უკრავს. თუმცა ამის სურვილი გიგას აქვს და ერთიანი არა, გიგას როცა აქვს მაგის სურვილი, გიგა მოდის და ჩვენთან ერთად მღერის. გასაგებია, ანუ პასუხდადებითია. და ჩემ ბოლო კითხვა მე მგონი ვფიქრობ მე ძალიან კარგად საერთოდ მე მგონი. ნახოთ როგორ ხასიათები. მე ვიცი დამოკიდებულება ჯგუფის ყველა წევრის ხრიდან გარდა აჩი ფურცელაძისა იმ მუსიკის მიმართ, რასაც ქვია არაცოცხალი მუსიკა. და აჩი ეწევა სოლო კარიერასაც, გარდა იმისა, რომ უკრავს საქსოფონს ჯგუფში. და მე ვიცი ის რამდენიმე სიტყვა, რომელსაც შენ ხშირად მოიხსენიებ ხოლმე, ეს არის პაპსა, ფანერა და ამ შემდეგ. აი, რამდენად ხო? არა? არა? ხო, კი, როგორ არა. აი, რამდენად მისაღებია აჩის ფაქტურა აი ამ თვალსაზრისით თქვენთვის. ეს მხოლოდ საქსოფონის მომენტია, მე ვიცი, რომ ვოკალისტ პარტიებიც აქვს ხო თუ რაღაც მსგავს ზუსტად კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ არ ვიცი რა როგორ გიპასუხო ამაზე რა პასუხსელოდები თუ ანუ შენთვის მისაღებია რომ შენი ჯგუფის წევრი ეწევა სოლო კარიერას და იმ მიმართულებით რა მიმართულებად ზოგადად ჩემთვის მისაღებია ჩემთვის მისაღები არის ის რომ აჩი მღერის დღეს ნებისმიერ კონცერტზე რომელზედაც აჩი გადის ის იხარჯება ბოლომდე და არ ატყუილებს სხვას აი ეს არის ჩემთვის მისაღები და ის კი არა და მარტო ჯგუფში აკეთებს თავის საქმეს და ძალიან კარგადაც აკეთებს ამას. ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუ შეიძლება მაშინ მე მოვიყვან ციტირებას, როდესაც იყო აჩი ამ ერთ-ერთ პრესში. მე მეორედ ვარ დღეს მიხარია. დიახ, მეორედ ხართ და თქვენ თქვით ჩემთვის სრულად გამაოგნებელი ფრაზა. მე მგონი დამეთანხმება ისინი ვინც აქ იყვნენ. მე სოციალ-მედიაზე ტელევიზორთან მოვიყვან აი ამ ციტირებას, რომ მე არ ვაკეთებ ძალიან ხშირად მუსიკაში იმას რაც მინდა. ანუ რა ხდება მაშინ? აჩი ფურცელაძე ეწევა ხალტურას, წაიხალტურებს ჭალებში ჩასვლა. ანუ თუ შენ გამოდიხარ სცენაზე და არ მღერი ხარ იმას, რაც გინდა და რაც შენ სულიდან მოდის, შენ არ გაქვს მაშინ გამოხვიდე სცენაზე უფლება. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ შენ თვლი რომ ეს არ არის შენი საქმე. აბა დავიწყე. მორჩი მე მაშინ კარგად გაგეცეთ პასუხი. ამადრეს ვიზიტე მე რა მინდა ამას შენ ვერ გაიგებ. მაგრამ მე რასაც ვაკეთებ, იმას ვაკეთებ ისე რომ შენის გაიგო. სანამ მე არ გეტყოდი იმას, რომ მე იმას არ ვაკეთებ, რაც მე ბოლომდე მინდა რომ გავაკეთო, შენ ამას ვერ მეტყოდი, იმიტომ რომ მე გამოდივარ, მე ვაკეთებ იმას, რაც შენ გინდა პირადად რომ ვიმღერო ცოცხლად, ეს ყოველთვის მეტყობა ხმაზე და ვაკეთებ თავი და ბოლომდე, ვიხარჯები ბოლომდე, ხო სწორია? მართალია. როცა გეუბნები რომ მე ჯერ არ გამიკეთებია, რაც მინდა რომ გავაკეთო, აქ უკვე შენ ვარდები რაღაც საწინააღმდეგო აზრი გემართება, რომ აი რატო არ აკეთებ შენ. ეს ამას მოიტანს დრო. მე დრო გავა და გავაკეთებ იმას და ვიმღერებ იმას რაც მომინდება და რაც მართლაც მენდომე რომ გავაკეთო. არა თქვენ რასაც ვაკეთებ იმას ძალიან კარგი. არა, გასაგებია, მაგრამ შენ თქვი მაშინ რომ მე ჯერჯერობით არაფერი გამიკეთები, არც ერთი სიმღერა არ შემისრულებია, ის რაც მინდა. ყველაზე ძალიან ცირა მეკვირს რომ მე ტროლეიბუსით მომდი სიმღერებში რომ დაბმულია და როგორ მიზა რო უშებ რა იქნება. რაც ვიმღერე, გამოდის რომ ყველა სიმღერამ რაღაც მოიტანა, იცი? სულ რაღაც თვითოეულა სიმღერა მაქვს ნამღერი, რომელზეც შემიძლია რომ რაღაც სტავკა დამეხმარე ძალიან ერთხელ ფსონი. დიახ, მაგრამ ფსონი მაქვს დადებული, რაღაც გარკვეულწილად შემოდგომის თბილისმა გაამართლა გავიდა ათეულში და შემილია თავმა თქვა და დამეთაქვება თუნდაც ხალხთან თამარი კომარტელი, რომელიც ჰიპარატებს ადენოს ხოლმე თვალგურს, რომ იმ სიმღერებიდან ათეულში გასვლა სიმღერიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, მე ასე ვფიქრობ. სტავკის მე ის ჰიტ პარადი არა, ჰიტ ათეული, ალბომი. კარგი, ჯგუფ ვინჩი თუ აკეთებ იმას, რაც გინდა. თუ სოლო კარიერაში ვერ აკეთებ იმას, რაც გინდა, მე მაინტერესებს ამ ჯგუფში თუ აკეთებ. განსხვავებაა ჩემო. კარგი, იცი რა არის, ჯერ ვინდიც არ არის იმაზე, უშუალოდ რაც აი ბოლომდე ჩვენც ვერ ვაკეთებ. ეს არის ძიება რა, ისე რომ მივხვდეთ იმ კონდიციას, რასაც რაღაც მართლა ის ქვია, აი ის რაც მე მინდა და რაც გიგას უნდა. შეიძლება ის რაღაც დონეზე დღეს არ გამოდის, ვერ გამოდის. რაღაცა. აი დღეს მაგალითად გვჭირდებოდა კარგი რა, მუსიკოსი, ინსტრუმენტალისტი, რომელიც მოვიძიეთ და მეგობ კლავიშნიკი ცოტა სიტყვა ამბობ. არა. ეგრევე გამოვა. კლავიში, არა. არც მოკლავიში. არა, ფორტეპიანო. ანუ ფანოსაც ხანდახან ამოვიწყო. გასაგებია. და მოვიძიეთ ეს და მეგობარი ყავს ახალი წევრი. როგორ ფართოდ ამეთქოლდით ცოტა. გასაგებია. ამით მივახციეთ რაღაც იმას. გასაგებია, მე ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს. რამდენად რეალისტები ჯგუფში?
რამდენად კმაყოფილი ხარ შენი საკუთარი შემოქმედებითი რეალიზაციით? აი ეს კითხვა იყო ეს. ანუ ბოლომდე აკეთებ იმას, რაც გინდა? აი ამ ეტაპზე შენიანით რომ თქვა, როგორ ძალიან გიყვარს ამ სიტყვას რომ ამბობენ და გიხარია ხოლმე ყველგან, ამ ეტაპზე მე ვაკეთებ იმას, რაც უნდა გაკეთდეს. მე ვფიქრობ შენი აზრები ცოტა საკუთარ შემოქმედებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ერთმანეთს პირველ და მეორე გადაცემაში. იქ თქვი რომ ვერ ახერხებ შენი თავის რეალიზებას, სცენაზე საერთოდ რასაც აკეთებ? მარტო თუ ჯგუფში თამნა შენ საკუთარ თავზე არის ლაპარაკი, მე რასაც ვაკეთებ? ჯგუფზე მე ლაპარაკებოდი ახლა. ჯგუფში ვაკეთებ მეთქი გითხარი და მაგრამ მარტო ვერა? აი ეს მაინტერესებს. კონკრეტულად მარტოზე არ ვაკეთებ მეთქი, მე გითხარ რომ მარტოზე ჯერ ჯგუფში არ აკეთებ. ჯგუფში თამნა პასუხი გაგეცი რომ ვაკეთებ. ძალიან კარგი, მინდა გითხრათ რომ სტუმრები აგრესიული განწყობილების განსაკუთრებით და გიგას მინდა პირადად ვკითხო. მაინც ამით რატომ არის აჩი ფურცელაძე ჯგუფ ვინჩი ეს იმიტომ ხომ არ არის რომ აჩი მაინც ყოველთვის ნაცნობი სახეა და აი პასუხს მიიღებ ახლა. მოემზადე. აი ეს ნაცნობი სახეა და ასევე იგი როგორც ესეთი წყალებში რო ჩავსვათ ეს სიტყვა გაგაჩავდა თქვენს ჯგუფს, თქვენს მიერ გაკეთებულ და შექმნილ კლიპს და ასევე შანსიც იყო იმისი, რომ რადიოში დატრიალებულიყო თქვენს მიერ შესრულებული შეკითხვა. ესე იგი შენ გინდა თქვა, რომ ჩვენ აჩი ფურცელაძე ბოლომდე უნდა გამოგვეყენებინა? ბოლომდე არა, მაგრამ ნაწილობრივ. არა, პრინციპში შეკითხვა გასაგები არის და მე უბრალოდ ჩემის მხრივ მინდა დავამატო, რომ ხშირად ყოფილა რომ თუნდაც დუეტი უმღერია ადამიანს და გაუკეთება ასეთი რაღაცები ხდება და ალბათ აქედან გამომდინარე არის ეს შეკითხვაც გამოწვეული. საკმაოდ დიდი ხნის წინ ეს არის 4 წლის წინ, როდესაც მე აჩი გავიცანე. რა თქმა უნდა, ალბათ პოპულარული იყავი მაშინ. არა, სამწუხაროდ არ ყოფილა. აი იმ დღიდან მოყოლებული ვართ ჩვენ ერთად და მე მგონი ყველა პასუხს გავიცი შეკითხვა. 4 წლის წინ მე რადიოში ვიწყებდი მუშაობას. არავინ არ მიცდა. აქედან გამომდინარე, ყველაზე ძველი ამ ჯგუფის წევრები ვართ მე და აჩი. პირველი სიტყვა არის და შეკითხვაც არის შემდეგი პირველი მოვიდა რიგი გამარჯვებათ მე ვარ ლუკა პირველი რადიო ასექსი ჯერ თავდაპირველად რა მაინტერესებს გიგა კალათბურთელობიდან როგორ ახვედი ბიტლზებამდე აბა პირიქითი თუ ბიტლზებიდან კალათბურთზე გადახვედი და მე უკვე სხვადასხვა ორივე სიმაღლესთან დაკავშირებული არის ნუ როგორ გითხრა ხო რა თქმა უნდა ჯერ იყო ბიტლზი და მე იყო ძალიან ბევრი რაღაც. ანუ კალათბურთიც და ასე შემდეგ. თუ დავაკმაყოფილებ აი ამ შენ შეკითხვას ამას გეტყვი რომ პირველ რიგში მე ბიტლს უსმენდი და საერთოდ მუსიკას და პირველ რიგში ჩემთვის მუსიკა და მე სპორტი. შენ გიყვარს ბიტლსი ხო? გიყვარს და რა მაინტერესებს ახლა ბიტლსი იყო ძალიან შეკრული ჯგუფი ხო? საოცრად, ერთ-ერთი ყველაზე შეკრული. წარმოგიდგენ ახლა რომ წასულიყო პოლ მაკარტნი და ვიღაცებთან ერთად რომ დაეწყო ესეთი პაპსა სიმღერების სიმღერა. მაგალითად ჯექსონს არ მოიმღერა და ასე მე აი ყველაზე ესეთი პროდუქტიულ პერიოდს. არა, რამდენად მოქმედებს დაუშვათ ჯგუფის იმიჯზე, იმიტომ რომ რაღაც არ გილერასთან დუეტი რო იცი რა, უბრალოდ რა მინდა გითხრა, იცი რაღაც ჯგუფი არ ტოვებს უბრალოდ შეკრულ ლის შთაბეჭდილებას. სულ როდესაც თუნდაც კლიპს რომ უყურებ, სულ მაქვს იმის შთაბეჭდილება რომ დავუშვათ ხარ შენ. აჩი უკრავს უბრალოდ ისე, იმიტომ რომ ყველას აქვს რაღაც ისეთი ასოციაცია, რომ აჩი უბრალოდ რაღაც დანამატია და აი შენ როგორც ახლა ბიტლზი იმიტომ მოვიყვანე მაგალითად რომ აჩი პოლ მაკარტნია ხო? არა, თუნდაც კარგი მაგალითად მაინტერესებს ჯგუფის იმიჯზე თვითონ როგორ მოქმედებს ის. არ ვიცი ეს გარედან როგორ ჩანს. მუსიკის მეფესა და ჩატარება. უბრალოდ გეტყვი იმას, რომ როდესაც გვაქვს რეპეტიცია, ჩვენ ერთად ვართ, რეპეტიციებს ერთად ვაკეთებთ, როდესაც კონცერტი ერთად გამოდივართ და მღერივართ და იმის გარდა რო თქვა, ამის იქით უკვე აჩიკო რას აკეთებს, უბრალოდ აჩი რას აკეთებს. ეს მისი საქმეა. პირიქით, მე მგონი ჩემთვის მით უფრო სასიაოვნო თუ არ იფარგლება ჯგუფიც და თუ მისი სფერო მუსიკალური გაცილებთ უფრო შორს მედის ვიდრე ჯგუფის შემოქმედება, ჩემთვის უფრო მისაღებიც არის და უფრო საინტერესოა და უფრო კარგია ჯგუფისთვის პირადად ვფიქრობ, იმიტომ რომ იგივე ჯგუფსაც ექნება შეხება, აჩი გამტარი იქნება იმისო, რომ დაუშვათ აი ის ჩემად საყვარელი სიტყვავად სახსენებელ ჟანრობრივ ჟანრებთან მუსიკის ჩვენ გვექნება ჯგუფს შეხება და ექნება აჩიმ ეს პაპსის ელემენტები შემოიტანოს და ბოლოს დავიფკროთ ეს ქართველი მსმენელიც. სანამ შემდეგი შეკითხვა გაჟღერდებოდა შესაბამისად პასუხიც გაჟღერდებოდეს ეთერში რეკლამის დრო.
ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას და თავისთავად ცხადია შეკითხვაც არ დაახანებს. შეკითხვა ნომერი 2. რა დამოკიდებულება გაქვთ საერთოდ ელექტრონულ მუსიკასთან? და კომპიუტერი საერთოდ რა როლს ასრულებს თქვენს შემოქმედებაში? სვანები არა ვართ, არ გვეშინია კომპიუტერის და საერთოდ ელექტრონულ მუსიკას. გეშინიათ არა, ეს ძალიან კაია, უბრალოდ მაინტერესებს საერთოდ რა. იგივე თუ ჩვენი აი მე და გიგა საერთო სიყვარულეს ბიტლზი მოიყვანეთ, ხო? თქვენ საერთოდ აი ჯვაროსანი იყო, ჰარისონი იყო, ჯორჯ ჰარისონი, რომელმაც საერთოდ პირველმა დაიწყო, ერთ-ერთი პირველი იყო, პიონერი იყო, რომელმაც საერთოდ ელექტრონულ მუსიკაში საკმაოდ ისეთი ხელების ჩარევა დაიწყო და გამოყენება და დანერგვა საერთოდ ამიტომ ესე თქვა თავის სიტყვა თქვა. რა თქმა უნდა, კი ესე რომ ჩვენთვის საკმაოდ მისაღებია თუნდაც ბატონი ჰარისონის. მე ესე შეკითხავ, რატო გაიშვიათ ყველა მხილე გიგასკენ? კომპიუტერი მარტო მანიცის და კომპიუტერი მუსიკის ამბავი? არა, გიგასკენ არა. დეპეშ მოუდიც უყვარს მაგალითად. კი, მაგალითად. ხო, მე მინდა გითხრათ ერთი რაღაც, რომ რაც კარგია, საერთოდ ყველაფერს უსმენ რა და აქედან გამომდინარე, ხა ჩემთვის მისაღებია იგივე კომპიუტერული მუსიკაც. რადიოჰედი. თუ ზაღა ჩვენ ვერ ავიყენებთ. ხო, ჩვენ. სამწუხაროდ. მაგრამ ალბათ გამოვიყენებთ. აი შენ ჯორჯ ჰარისონი ახსენე ახლა და სიტარების და რაღაც ეროვნული რაღაცების ამბავში როგორ ხართ? აი ხო ხართ ქართული თვითონ. აი ამბავში როგორ ახლა? აი რატო? სიყვარულობა არა, შესაძლებელი ისე თქვენ მუსიკაში გამოიყენეთ. თუნდაც ქართული ინსტრუმენტი. აი მშვენიერი იდეა იყო. ძალიან გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ფლობ ინსტრუმენტებს. მე ჩავიტანე გამოვიყენო. ძალიან კარგი ინსტრუმენტი ჩასაბერი. ასე გამდიდრებ. ფანზე უკრავ და შეიძლება დროთა განმავლობაში შეიძლება იმას ვქოთ რაღაც შევიტანო. და კიდევ ერთ შეკითხვას თუ განსხვავებული ახლა ამ სტუდიის სიტუაციიდან მაინტერესებს გიგამ როგორ დაკიდა ახალგაზრდობაში სკამები კლუბის ჭერზე. ვერ გავიგე შეკითხვაც და არა, ნუ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ნუ აბსოლუტურად მე ხა ვიცი საიდანაც მოდის ეს ყველაფერი, უბრალოდ ხო. ძალიან მიყვარდა ეს კლუბი, სადაც ის გამოვიდა. რაღაცა არ იცის, თამუნამ გაკარგია, გაიგებს, მიდი თქვი. ეს იყო ბავშვობაში, როდესაც კლუბი, სადაც პრაქტიკულად ნუ ჩემ სოფელია და სადაც ვისვენებდი და ჩავდიოდი, აი ამ კლუბში. ერთ მშვენიერ დღეს ჩამოკიდეს სკამები იმაზე რა ქვია წერზე და რომ შემოვიდეთ დაჯდომა რომ დავთ ქვეყანაში ეს სკამი. მადლობთ. შემდეგი შეკითხვა. ამ შემთხვევაში სოფლის კლუბში ვებს ჩადიხარ. კიდევ ერთი არც თუ ისე პრესული შეკითხვა. გიგა, ვიცი რომ გარკვეული პერიოდი შენ მოღვაწეობდი თორსტები ინგლისში. არა, ყველია. ყველია, მცდარი ინფორმაცია. მადლობთ. შეიძლება? კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს ამიტავზე. პროფესორი დორი. ესე კი 33-აში ერთი შეკითხვის დრო გვექნება. კარგი, მოკლედ ვიტყვი და ორს ვიტყვი. მაშინ 33-აში მოღვაწეობდა რამდენად ვიცი კაკადო, მოღვაწეობდა აჩი. როგორ მოხდა რომ ორივე მუსიკოსი მოხდა თქვენ ჯგუფში? უბრალოდ ის იყო დამთხევა თუ რა? აჩიმ უნდა გასცეს ალბათ. აჩიმ წამოიყვანა. დიახ. აჩიმ წამოიყვანა კაკადო. თორე აჩის და კაკადოს აქვს დაგრული 33-აში გიგა მიქაბერიძესთან და კიდე სხვა შემადგენლობებთან ერთად. ხო, კარგი, მაშინ მე ერთ-ერთი შეკითხვა მექნება გიორგისთან. არსებობს ისეთი ამერიკული ჯგუფი, Korn და ჯონათან დევისი, თქვენ ძალიან გყავთ. აი, ან თქვენ გევხართ მას. აი, მაინტერესებს თქვენს იმიჯზე ვიზრუნავს. გიტარისტს არა გავს? სხვადასხვა რაც იმიჯი ახლა ეხლა მე პირად არ მოყვას ამას, საერთოდ მამაკაც მე პირად საერთოდ იმას საკუთარ რაღაც თქვენს ვარცხნილობაზე ასე. თქვენს ვარცხნილობაზე მე 8 წელი ნუ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვობიდან დედაჩემმა მიმოჩვენა საკმაოდ გზელი თმები დავდიოდი და სანაძლეობები ვიციდებოდა ესე გოგო ვიყავ თუ ბიჭი საკმაოდ 13 წლამდე მე მგონი საზოგადოება ვერ გაირკვა ბოლოს და ბოლოს იქამდე მიმიყვანეს უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდა ამის თაობაზე და ყოველ ჩემ ცხოვრების პერიოდს ვიღაცას მომსგავსებდა ყოველთვის შენ აი იმას გიხო შენ არა ამას გიხო თნებში შენ ახლა იმას დაემსგავს და არც ახლა გამიმართლა იმიტომ რომ შევიჭერთ ვარ თნები აი კიდევ რაღაც ანალოგიები ესე იგი როგორი კონგლომერატი ხარ ისე იცნობთ ამ ვოკალისტს თუ არა როგორ პირადად არა მაგრამ ძალიან თუ არის ერთი შეკითხვა და მოგწონთ ალბათ კი რა თქმა უნდა კი კარგი ბაძავთ თუ არა მუსიკაში არა და არც მე ბაძავ არასოდეს აჰა გასაგებია გმადლობთ ძალიან კარგი, მინდა გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, შეკითხვები დაამთავრდა, შესაბამისად ჩვენი საეთერო დრო სულ მალე გადარჩით? გადარჩით. ესე უკვე თქვენი გადასაწყვეტი არის, თქვენ თუ ფიქრობდით, რომ აქ რაღაცა ქვეყანა დაინგრევა და არ ვიცი.
ასე ვთქვათ, ჩემის აზრით ჩვენერი პრესი შედგა. ასეა და ახლა როგორც წესი და რიგია ჩვენთან, მოდით ის ჟურნალისტი ავირჩიოთ, რომელიც ყველაზე აქტიური ჟურნალისტია. რატომ იღებ რა ყველაზე? იცი რაშია საქმე? მე მინდა ასე ვთქვა, რამდენიც კი ჯგუფს მივმართე, ყველამ გიგასკენ გაიშვირეთ ხელი და ხა მოდით ერთლიანად მთელი ჯგუფის. არა, ცენტრია საერთოდ ხო, ახლა 4 კაცში ანუ ტიტრი გიგა აგლაძე და ჯგუფი ვინდი ხო არა ხო? კარგი, შესანიშნავია. ახლა კი ავირჩიოთ ტრადიციის სამებრო. ნუ საჩუქრების ამბავსაც საერთოდ საჩუქრებსაც ჩუქნია ხოლმე თქვენი გადასაწყვეტია. ისე სულ ცოტა მიიწევი. მე მგონი. მე ხა ხელს ჩავყობ და ამოვიღებ. რა შევით? ხელს ჩავყო და უნდა ამოვიღო. აბა? მაშინ. ამოირჩიე მაშინ. ამოირჩიეთ. მე ამოვიღე. მე მგონი ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ. და იმოდრო. ასე რომ მე დღეს მინდა ლუკას გადავცეთ ჩვენი ასე ვთქვათ. ლუკა ავირჩიოთ დღევანდელ დღეს როგორც ყველაზე ესეთი აქტიური ესეთი რაღაცები დამისვა ესეთი შეკითხვები რომ უბრალოდ უფლება არ მაქვს ძალიან ჩემი შორი წარსულიდან თქვა რაღაცეები და აქედან გამომდინარე მინდა გადავცე ეს არის ლაფიამა ფინჯანი რომელზეც არის ჩვენი ხელმოწერები ეს არის ჯგუფი ვინდის ჩვენიერი ორიგინალურ წარსულს ამიანად უნდა იყოს თუ შეიძლება. ამიანად უნდა იყოს, ასე თქვეს, თუმცა ესე ალბათ ასე ემოც შენ თვითონ ჩაავაგებ. არა, არავინ უნდა გალეხო ჩვენ კონცერტზე. სპეციალურად გვარიგებ. დიდი მადლობა ძვირფასო ჟურნალისტებო, დიდი მადლობა ჯგუფ ვინც, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კი რა თქმა უნდა შევხვდებით ერთმანეთს ერთი კვირის შემდეგ, თუმცა მინდა გითხრათ რომ შეიძლება ერთი კვირის შემდეგ მე აქ არ ვიყო. ეს ასე ვთქვათ ობიექტური რამ არის ამის შესახებ ალბათ იმ გადაცემაში დაგელაპარაკებოთ ის ადამიანი ვინც იქნება ეთერში კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის როცა მეგონა ვეღავი დიდი ისეთი დიდი რომ ცას მივხვდებოდი როცა არასდროს არ მithქვა მსხვისთვის რომ მე ვიღავი პატარა დიდი მითხარ სად თავდება ღამე მითხარი შენ მითხარი რამე თავდება მუქი ფერების გონა ამოდის მზედა ანათებს ოთახს და ისევ დავრჩებით მე მზედა ლამაზი დღე როცა სიზმრები ხალხში წახდება როცა მე და შენ დავჩებით მარტო ჩვენი ფიქრები ხალხში გაქრება ისევ მომიწევს დარჩენა მარტო მითხარი სად თავდება ღამე მითხარი შენ მითხარი რამე თავდება მუქი ფერების გონა ამოდის მზედა ანათებს ოთახს და ისევ დავრჩებით მე მზედა ლამაზი დღე
როცა მეგონა ვიღავი დიდი ისეთი დიდი რომ წას მივხვდებოდი როცა არასდროს არ მithვა მსვისთვის რომ მე ვიყავი პატარა დიდი მითხარი სათავდება ღამე მითხარი შენ მითხარი თავდება მუქი ფერების გონა ამოდის მზედა ანათებს ოთახს და ისევ დავჩებით მე